აბასაც წავიდოდი. ნახეთ რანაირი საჩუქარი მოგიტანეთ. დაგიბრუნდით. ძიმ? ნო. აქ ყველანი ვართ მე. ჩემ თავს მე ვერ შევჭამ. თქვენ ხო და მე შემიძლია თავი მოგაჭამო. მითი. ეს ორცხობილებია მეგობრებო, რაც აქ არის და ეს სასწაული რა თქმა უნდა მოგვართვა, ვინ მოგვართვევდა თუ არა გუდვილი. ნამდვილად გეთანხმები. ძიმ, მე მგონი შენ ეს ხარ, აი ბანტი რო გიკეთია. ბანტი მიკეთია? ხო, ეს ხარ. ბანტი ბანტია ეგა? არ შეჭამო რა. ბალი შემიდგა გვერდზე, რომელსაც გვესვრი ხოლმე ხშირ-ხშირად. ხო, მართალია. ჯერსადა ხარ, ბაია. დაქსვავისებ ძიმ, არ შეგჭამ. და გარშემო რეები უწყია? აი კობაც არის მაგალითად. არა, გარშემო ცხენები, რომლებიც ჭიხვინით მალე შემოაბიჯებენ ახალ წელს. აი დიდი რო არის თავზე, ეს არის კობა. რომელიც უნდა შევჭამოთ კობა. იცი რა, უკვე მე რამდენი წელია გუდვილი მოდის ხოლმე ჩვენთან სტუმრად და ვასუქებს ერთი, მაგრამ აი ამ სილამაზეს იცი, ხوارი როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული, რა გემოვნებით, რა კულტურით, როგორი მოფიქრებულია, როგორი ნაფიქრია, რა სიყვარულით არის გაკეთებული. დიზაინერები მუშაობენ, ეგრე არ არის. ნამდვილად და ყოველთვის ვართ ხოლმე აღფრთოვანებული, ოღონდ მართლა გულწრფელად. კი და ახალი წლის მოახლოება, რაც ჩემთვის მაგალითად აი საყიდლებთანაც არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა და ნუ გუდვილის ადგილია, სადაც მივდივარ და ყველაფერი ასოცირდება. ყველაფერი შეიძლება ასოცირდება. მაპატიეთ კიდე ერთხელ ძალიან დიდ რიგებთან. მე ეხლა რიგი. იმიტომ რომ ყველასთვისაც არა, მაშინაც მოკლედ, რას გთავაზობ სახალხოდ გუდვილი, ამ ყველაფერზე სასაუბროთ და სანახავად დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ გუდვილის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია დარჩიაშვილი, გუდვილის წარმოების ხელმძღვანელი ვანო კანდელაკი და გუდვილის კონდიტერ დიზაინერი ალეკო ქიტიაშვილი, რომელიც ჩვენ სამზარეულოს დაიკავებს. მოგდანდით. მადლობა. ყოველთვის ხარია თქვენი ნახვა. ძიმას სტუმრად მოყვარს. მოგდანდით, მიდაგით და მოვამაზილს. და დაგეხმარებით. პირველ რიგში ნატო არ შემიძლია არ კითხოთ ეს თემა დიდი ხანია ყბადაღებულია და ვეღარ დაკეტა ეს ყბა. იმიტომ რომ ჯერ ამბობდნენ რომ გუდვილი გაკოტრდაო, მერე ამბობდნენ რომ გაიყიდაო, მერე ამბობდნენ რომ რა ვიცი რაღაცეები მოხდაო. რა ხდება სინამდვილეში? მერე თქვენს რო თქვენთანაც აღარ მოვლენო? სინამდვილეში ყველაფერი არის ძველებურად და რა თქმა უნდა ძალიან კარგად. ანუ ეს ჭორები რა თქმა უნდა ჩვენ საქმის კურსში ვართ, თვალს ვადევნებთ, ვაკონტროლებთ. იყო მიზნობრივი საინფორმაციო კამპანია, რომელიც საზოგადოების აზრის ფორმირებას ემსახურებოდა. საწინააღმდეგო თქვენი, ანუ მაგას გულისხმობს. ჩავთვალოთ ასე და ჩვენ ამას რა თქმა უნდა გავუმკლავდით, რა თქმა უნდა ყველაფერმა შვიდად ჩაიარა, ჩვენ ძველი მენეჯმენტით ისე ვაგრძელებთ ფუნქციონირებას, გუდვილი ღია არის ყველა მომხმარებლისთვის. ისიც რა გამახსენდა, რომ შარშან ზუსტად ამ დროს ეს კითხვა დაგისვით. მაშინ მომაწაზე ეხა შევტყოდეთ, უკვე რომ დასმულია ჩათვალეთ უკვე მომაწასაც. ხოიცით რა არის, ანუ ბაზარი კონკურენტი. არა, შარშან სხვათა შორის უფრო იყო ამის საბაბი, იმიტომ რომ გვახსოვს თქვენც ამბობდით, რომ ხო ცოტა დახლებს დაეტყო და ამიტომ წამოვიდა ეს ხმები, მაგრამ წელს მე ვერ ვატყობ პირიქით. ნამდვილად ასე არის, ანუ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები დაიძლია, ჩვენ შარშანაც ვთქვით. ძალიან დიდი ასორტიმენტი უკვე დახლებზეა, თქვენც აღნიშნეთ, ანუ ეს არის იმპორტირებული პროდუქტი, რომელთაც გუდვილი გამოირჩევა და რომელიც არის რა თქმა უნდა უმაღლესი ხარისხის. მაგალითად, თბილი კარტოფილი მე იყიდე დღეს გავიარე და იქ მგონი უფრო დროს მოვიგებთ, ხო? ალეკო, თქვენი თანამრობრო ვისაუბრებთ. თქვენი ქმნილებები ჩვენ საერთოდ არ ერთხელ გვინახავს, მაგრამ ამჯერად რას მოგვიმზადებთ? ამჯერად შემოგთავაზებთ ფრანგულ შუკეტებს, რომელიც სადღესასწაულოა, ახალ წელს, დიახ, ამოსვია შუკეტი. ჩვენებურად შუ. ნუ ჩვენებურად კი შუქვია, მაგრამ ნამდვილად არის განსხვავება. ანუ სადღესასწაულოა, ძალიან ადვილი გასაკეთებელია როგორც ასეთი და ძალიან უხდება საახალწლო სუფრას. აბა, როგორ მზადდება? მზადების პროცესიც არ არის რთული, მარტივია, ანუ ვინც იცის შუ, როგორ კეთდება, აქედან გამომდინარე. რძე ჩავასწრებ. უმაღლესი პროცენტის, ანუ მაღალი პროცენტიანი რძე უნდა იყოს აუცილებლად, კარაქიც 92%-იანი. ცხიმოვნება უნდა კი, აუცილებლად და კარაქსაც. ეს მეგლია, თქვენ რასაც ხმარობთ? შაქარი. ხმარობ ჩვენ მეგობარ. რომელიც ხელოვნებული ტელევიზიაში კი. ეს უნდა აუცილებლად მოვადუღოთ და მოვხარშოთ ცომი.
გუჯის მეგლე იყიდება გუდულში. კი. მეგლე ისე იყიდება გუდულში, რომ ხშირად არ არის ხოლმე და იმას სხვათა შორის ჩვენი მეგობარი მეგლეს წარმოადგენელი რო იყო, გთხოვე რომ ხშირად მიაწოდეთ გუდულს თქვენი პროდუქცია. ყველა ხიდა მეც უნდა ვქო, ხო მეგლე იყიდება გუდულში. გუდულში ბევრი რამ იყიდება მეგლეს და მათ შორის მეგლე ჩვენი ერთ-ერთი კარგი პარტნიორი. ესე ჯობია, ყველაფერი იყიდება გუდულში. ნამდვილად. ეხლა ეს უნდა წამოდუხდეს. ეს უნდა წამოდუხდეს, შევურიოთ ქვილი და გავაკეთოთ მოშუშული ცომი. რომელსაც შემდეგ მიქსერში დავატრიალებთ და ტაკობრივად პროპორციებსაც ხარ გვეტყოდით ბარემ აი მაყურებელი. კი ბატონო 250 გრამი რძი არის, 150 გრამი 82%-იანი კარაქი, 15 გრამი შაქარია, ძალიან ცოტა ესე მარილი, მწიკვი. და 250 გრამი ქვილია. ქვილი. მაბადე თქვენ რომელი ხო გჭირდებათ მე? კი, გამოსხობა. ხო, მოვახერხე. ხო. კარგით. რაც ეხება წარმოებას, თუ არის ამ კუთხით სიახლეები გუდულში და საახალწლოდ, ну ალბათ ბევრ რამეს უნდა ველოდოთ სადღესასწაულოს. დიახ, მოგესალმებით. ჩვენ აქ მხოლოდ მცირედი ნაწილი წარმოვადგინეთ ნუგბარი და წარმოდგენილი არის ასევე ტრუფელები და შოკოლადის ნაძვისხე, ასევე შოკოლადის ფიგურა. ჩვენი საკონდიტრო საამქროში დიზაინერ კონდიტრები, რა თქმა უნდა, განაგრძობენ მუშაობას, დახვეწას, როგორც წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ვთქვათ საახალწლო ტორტები და ნამცხრები, არამედ ყველა მიმართულებით, როგორც ქართული ნუგბარი, მაგალითად გოზინაყი, ჩვენივე წარმოების ჩურჩხელა, ასევე ჯინჯერ ბრედი, კაპკეიქები და სხვადასხვა ეს მიმართულება, რაც უყვარს ხალხს საშობაოდ და წინა საახალწლოს ჩვენ ყველაფერს ტრადიციულად წარმოვადგენთ გაყიდვაში, ასევე გვინდა და გვაქვს იდეა, რომ გავაკეთოთ ესეთი წინა საახალწლო ბაზრობა გაყიდვა, ანუ ერთი კუთხე დაუთმოთ გუდულში მხოლოდ აი საახალწლო დესერტებს, ნუგბარს და ასევე რა თქმა უნდა წარმოება გარდა საკონდიტროსი არის ასევე კულინარია, რაც ყოველთვის მოთხოვნადია ჩვენს მომხმარებელში და ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენს ფილიალში მაქსიმალურად წარმოდგენილი იყოს ყველაფერი ის, რაც ადამიანს უადვილებს წინა საახალწლო სუფრა, რომ სრულად ჰქონდეს ულამაზებს განწყობილებას. კი და უმარტივებს საქმეს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ვერ იცლის, რომ ვთქვათ, საცივიც გააკეთოს და ასევე ნამცხვარიც გამოაცხოს. ამიტომ ერთ-ერთს მაინც ჩაუნაცვლებს გუდულის წარმოება, რომელსაც უკვე მაღალი ხარისხის ნდობა აქვს. ამასობაში ალეკომ ძალიან ოსტატურად, არ ვიცი, ხედავდა თუ არა მას ჩვენი მაყურებელი, ცომიც მოამზადა. ეს რომ უკვე მზად არის, ახლა მიქსერში უნდა დავატრიალოთ. მიქსერი მაინც ჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ამოზელილია. მე ვარ მიმაგრებული, მიქსერი და გადმოსხმა მისხმა. ნუ შეწუხდები დიმიტრი. კარგი ვიქნები აქ. ბოში ამის გარანტია. იმაშენ არის ნერვული. დაგხმარო? დახმარება. ეს არის ფრანგული შუკეტები, მე წეგან აღნიშნე, უბრალოდ განსხვავდება ჩვეულებრივი შუებისგან იმისგან, რომ ამას უკეთდება, როდესაც გამოცხება თქვენ ნახავთ, დღესასწაულოს უფრო ძალიან უხდება, ეს არის ფერადი და ფერადთან ერთად არის თავისი გემოთი, ანუ მწვანე არის, ფისტაშკის, წითელი მარწყვის და ასე შემდეგ. შიგ თავსი აქვს, ესე იგი სხვა. კრემი უკეთდება აბსოლუტურად სხვადასხვა. და ზემოდან ეს ფერადი არის სპეციალური ესეთი შიკროს ჩვენ უწოდებთ, კეთდება კარაქი, ფქვილი და აი მედალიონები წირას გიდევთ ხო? დიახ, ეს წინასწარ უნდა მომზადდეს აუცილებლად და როდესაც მასას, ანუ შუს დავსვავთ, გამოსაცხობად ზემოდან უნდა დალაგდეს. ანუ ეს ერთობლივი პროცესია, რომელიც ხდება ესე. რომ ზემოდან ეს ლამაზად იყოს გადაკრული და ვიზუალურადაც ლამაზი იყოს და თან გემრიელი. გასაგებია. ანუ ხა ეს დიდი ხანი უნდა მიქსერი. ну სადღაც ყველაფერი ერთად ალბათ წაიღებს ალბათ 10 წუთს. ყველაფერი ერთად? დიახ. იცი მე ალეკოს გუშინო შევთანხმდი რომ ღუმელში წიწილა გვექნებოდა ქათამი. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეტანა თან გამომცხვარი შუც მოეტანა. რადგან ჩვენ როა დავკარგოთ, მე პროცესს გაჩვენებთ როგორ კეთდება და შემდეგ გაჩვენებთ დასრულებულ. განსხვავდება მიგიძლია თვალჩორი პირდაპირ მინდა გითხრა. არა, ძიმას უბრალოდ არ უნდა და რომ ქათამი მოეცდინა ღუმელიდან. თუნდაც.
ქათამი ძალიან შუქ ჩრდილებში ისე გამოიყურება საინტერესო. ნატო, გარდა საკვებისა, ასე ვთქვათ, საკონდიტრო თუ კულინარიული ნაწარმის, სათამაშოები, აქსესუარები, ასევე მრავლად არის უკვე მე როგორც ვიცი, ხო? კი, ნამდვილად ასე. ანუ ჩვენ თან საახალწლო სამზადისი გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ეს ვთქვათ, დეკემბრის ბოლო დღეები არის. ანუ დაახლოებით დეკემბრის დასაწყისიდან უკვე იყო გუდულში წარმოდგენილი სხვადასხვა ძირითადად ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებელმა კარგად იცის, რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, შესაბამისად ნებისმიერი ნივთი ეს იქნება საკვები პროდუქტი თუ არა საკვები, ამ პრინციპით არის შერჩეული, რომ ეს იყოს უვნებელი, ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდეს, იყოს უმაღლესი ხარისხის და რა თქმა უნდა გემოვნებით შერჩეული, რომ ანუ თქვა თუ მომხმარებელი ეძებს უნიკალურ ნივთს, ეს უნიკალური დახვდება გუდულში. შესაბამისად საახალწლო სათამაშოებიც ამ პრინციპით არის შერჩეული, ეს არის გერმანული და ჰოლანდიური წარმოების მინის სათამაშოები, უმეტესი წილი ჩვენთან შემოტანილი საახალწლო სათამაშოებისა, ასევე გვაქვს რა თქმა უნდა ნაძვის ხეები და სხვადასხვა საახალწლო დეკორაციები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტები ხართ და კარგად იცით ალბათ დიტოს ცინცაძის ფონდი და ამ ფონდში ჩვენ აქციით შეუერთდით წელს და თითეული საახალწლო სათამაშოსი თუ აქსესუარის გაყიდვიდან 10 თეთრი გადაირიცხება დიტო ცინცაძის ფონდში. შესაბამისად ჩვენთან ერთად ამ აქციას ჩვენი მომხმარებლის უერთდება, იმიტომ რომ ისინი იძენენ ამ პროდუქტს და მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი შენაძენიდან გარკვეული თანხა ამ ფონდში წავა, რომლითაც საბოლოოდ ლეიკემით ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთა, სხვა ეს საბოლოოდ. თუმცა ერთი კვირის წინ 10 დღის წინ ვიყიდე თქვენთან სათამაშოები და მინდა მაყურებელს უთხრა, რომ არის ძალიან კარგი ხარისხის, ულამაზესი და შესაბამისად ძვირი, მაგრამ ასევე არ შეშინდეთ, იქ არის უამრავი, ასევე ძალიან ლამაზი სათამაშოები, რომლებიც ძალიან ხელმისაწვდომი არის და ზუსტად ისეთივე, როგორც იყიდება, თქვათ, გუდვილის გარეთ, სადმე სხვაგან. ძვირი, რაშიც როდესმე თუ რამეში გადამიხდია, შედარებით ძვირი, თორემ ნუ სათამაშო რა უნდა ღირდეს, დღემდე მაქვს 5-6 წლის წინ შეძენილი მაქვს. იაფიანი სათამაშო ტყდება, ფუჭდება, გვეზდება და აღარ არის. ასეა ფრაზა დავარქვათ არის, რომ ხარისხიანი იაფი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე. მომსახურების სერვისზე და კულტურაზე, ანუ ყველაფერში უნდა იყოს ხარისხი ჩადებული. და მინდა კიდევ თქვამე პერსონალზე. გოგოები ძალიან სულ ყველა ღიმილით სახეზე მართლა. მე ყველას ვისწრებ რა, განაში რა დავდივარ და კი მეც. ძალიან კეთილ განწყობილი, კარგი ადამიანები მუშაობენ. იკითხავ გუდვილში იგეწყვიან. აი ის იქ არის. მე მიკითხავ სხვაგან და ხო ზრუნა. ეგ რატო იცი, აი ალეკო რო გააკეთეს ყველაუს და რო შეჭამე ყველა კეთილია დილიდან საღამომდე მე ისეთ რაღაცებს აკეთებს. ძიმ ერთი წუთი აქეთ გადმოვიდეს, მოდი უთხრათ მაყურებელს, რომ ალეკომ აი ჩვენი როგორც კი მოიშუშა, როგორც ასეთი და მიქსერში გადაუშვით, ანუ უნდა გაითქვიბოს, ოდნავ განელდეს და 5 კვერცხი უნდა დაემატოს ეტაპობრივად. 5 კვერცხი ეს აითქვიფება სადღაც 5 წუთის განმავლობაში, სულიად საკმარისია და ჩვენი მზადაა. ეტაპობრივად როდესაც აი ნელ-ნელ. კი, ნელ-ნელ. თვითონ უნდა ჩაასხა კვერცხი. გაგეხმარა? ხო. გამზადებულები სად არის? მოიცა. განმზადებისთვის მოლე. ცხოვრება ხანმოკლეა, ბაია. საბოლოო სახე რომელსაც მაგიდაზია წარმოდგენილი ის შუკეტები, რომელიც არის ფერად იროდეს. მივალე ხოლმე. მაკარონებს რო გავს. მივიდება ხა, სულევიზატორი. ფოტოშოპის გუდვილის მაკარონები ძალიან ცნობილია თბილისში. არა იმიტომ რომ გუდვილი უოლ მართლა ძალიან გემრიელია. გეთახვებით. მაკარონები ეს წვილი ფერადი დესერტები. პეპერები. და აქვე კიდე დავამატებ, რომ რაც აქ არის წარმოდგენილი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველაფერი არის ხელით გაკეთებული გუნდულის კონდიტერების მიერ, მათ შორის ერთ-ერთი რა თქმა უნდა ალეკოა, მაგრამ მთელი ჯგუფია კონდიტერებისა, რომლებიც მუშაობენ. ეს არის ორცხობილისგან დამზადებული სხვა შუადღე სპეციალურად მიუძღვნა გუდვილმა. თქვენი ფიგურები არის შოკოლადის ნაძვის ხე და ცხენები, რახან ცხელის წელიწადი მოდის. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყიდება როგორც ინდივიდუალური დაკვეთით, მაგალითად შეიძლება უნდოდეს სხვა ფიგურა საახალწლოდ და ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია. ასევე იყიდება ქსელში, ეგრეთ წოდებული საშობაო ქოხები, ანუ ჯინჯერბრედები, რომლებიც ძალიან პოპულარულია. მე მახსოვს ერთხელ გუდულში ტორტი შეუკვეთა ელექტრონულად. გადავაგზავნე ფოტო
და უბრალოდ გაოცებული დავრჩი იმდენად ერთ-ერთი იყო რომ მართლა გაოცებული დავრჩი იმ ხელოვნებით თავის თამამაც ვიტყვი რაც იყო მომისული ყოველთა წარმოიდგინე რა იქნებოდა წარმოგიდგენია ნამდვილად მუშაობენ პროფესიონალები და ალბათ მაგის დამსახურებაც არის რა თქმა უნდა აბა ოდიმერი კოხი დამეხმარე ესე გავაკეთოთ ეს არის წინასწარ მომზადებული როგორც გითხარით წევან შაქარი, ფქვილი და კარაქი ერთად აზერილი, ანუ ერთ-ერთი უნდა იყოს 100 გრამი ფქვილი, 100 გრამი შაქარი, 100 გრამი კარაქი. უნდა უცბად გაბრტყელდეს ორ ცელოფან შორის და გაიყინოს 2 საათი მაინც. რომ მე რეფორმა მისცედია. და შემდეგ ეს არის სპეციალური საკვები დანამატები, ანუ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხმარობთ ანუ დაბლენდერებულ ფისტაშკას ან მალინას, რაც გემოსაც აძლევს და ფერსაც. შეიძლება მეც დავადო. კი ბატონო. კი, დახმარება გვინდა. ცოტათან მალე უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ თვითონ მას დიახ. მაცა? დასწრებაზეა? ხარა, მაცა, ბაია, მიდი. არა, მე აღარ შეუშლი, ამდენი ხელი მარტო შეუშლის საქმეს. ნახე რა ტემპია. დამოაწყოთ 200 გრადუსზე, სადღაც 20 წუთი სჭირდება სულ და ჩვენი შუკეტები იქნება მზად. და სანამ გამოიტან მაგიდასთან მიიტან შუკეტები აღარ არის. ბავშვი წერადია და აქ სანამ თქვათ ცხება იქ და ამზადებენ არ შემიძლია დღეს არ დავაანონსო რომ ეხა პარალელურ რეჟიმში დიდი დიღმის გუდულში ტარდება ქართველი მცირე მეწარმეების ხელშემწყობი აქცია. კარგად იცის მომხმარებელმა ჩვენმა რომ ჩვენი პრიორიტეტი ასევე ქართული წარმოების ხელშეწყობა, იმიტომ რომ ქართული ბრენდი ვართ, ქართველები ვართ და ქართველებმა შექმნეს გუდვილი. შესაბამისად ყოველწლიურად წინა საახალწლო და წინა სააღდგომოც ჩვენ ვასწავლით მცირე მეწარმეებს როგორ შეიძლება შეფუთონ პროდუქტი, გამოიტანონ, ჩვენთან შემოიტანონ სარეალიზაციად და აი დღეს და ხვალ იქნება დიდი დიღმის გუდულში გამოფენა, დეგუსტაცია და გაყიდვა. იქ წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ტკბილეული ჩაი, სხვადასხვა კომპანიების მიერ ნაწარმოები. კი, რა თქმა უნდა, მოდიან, ნამდვილად ასე არის და რა თქმა უნდა, ეს თავისუფალი, ანუ უფასოდ შეუძლია მომხმარებელს დააგემოვნოს, გასინჯოს და ნუ სურვილი შემთხვევაში შემდეგ შეიძინოს. აი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და 30 მცირე მეწარმეა წარმოდგენილი, ჩვენ თვითონ გაგვიკირდა იმდენად დიდი მოთხოვნა, ან თურმე არიან ესენი ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ და რომლებიც აწარმოებენ მცირე, მაგრამ ქართულ პროდუქტს. იცით რა შესაძლოა უკვე მოვიდა ის დრო, რომ ყველა სწორედ იგებს ამ ყველაფერს, ანუ ხარისხის გარეშე უკვე მოხმარებელი მიხვდა უკვე, რომ გემოვნება დაიხვეწ, ანუ უნდა ესე ვთქვა რა. აქეთ რაღაცა სიტყვები ემატება კიდევ ჩვენ გადავედით კრემზე, აი ჩვენი გამომცხარი შუკეტები, გამოიყურება ესე. და ეხლა უნდა დავკრემოთ, ეს არის ფრანგული კრემი, რომელიც კეთება კრემპატისიეთი, ემატება ფრანგული თეთრი შოკოლადი და 80%-იანი კარაქი. ხოლო რაც შეეხება გემოს, როგორც წეგან აღვნიშნე, უკვე დაბრუნებული დაბლენდერებული ფისტაშკა, მალინა, პორტოხალი, ეს თქვენი გემოს დამიხევით თქვენ რომელიც გნებავთ. შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი გამოიყენოთ, არის ცოცხალი და ფრეში. არის ძალიან გემრიელი. ჟოლო. ჟოლო, დიახ. და ფისტაშკა ეს არის თხილი, ხო? ქართულად მე მგონი ფსტაქვი, აი ეს. ისა ფისტაშკა არ ისე მაინც დიახ. შუ, ფისტაშ, შუბსტათი. გეზარება რა, გეზარება. ვამოკლებთ. შუბსტა. ესე იგი ეს არის მუსია. დიახ, ეს არის მუსია. ჟოლო. არა, ის თეთრი. ის თეთრი მუსია. მუსი და ჟოლო. რამდენზე აურიეთ ეგეც გითხარით. ეხლა მე ამ პროცესის თვალიზომით გავაკეთე, მაგრამ საერთოდ უნდა ხო მიახლოებით 200 გრამი მალინა მაინც უნდა იყოს, ну აი ამ მასას რო იყოს. კარგით. ეს თქვენ გაყიდული გქონდათ, როგორც მერიკო გვასწავლის და ისედაც დიასახისება ბევრმა იცის, პირდაპირ ყიდავენ ხო მაცივარში? არა, მალინა არა, მე მგონი ესეთია. ეს ცოცხალია. ჟოლო, უკაცრავად. ცოცხალია. ფრეში უნდა იყოს, იმიტომ რომ გაყინულ შემთხვევაში უშვებს წყალს. და ჩვენ მარწვი იქნება ეს მალინა იქნება, ჟოლო იქნება, თუ ნებისმიერი ხილი ეს შემთხვევაში გვაქვს ფრეში. ხო, თუმცა ნუ მეტი გამოსავალი თუ არა, მაინც შეიძლება გამოგაყინულის გამოვიყენოთ. ამგვარად ქორთოხალი გვინდა უბრალოდ მრავალფეროვნების ბოდიში ცოტახანი მივიდა რა, პატიეთ უნდა მივიდეთ ცოტახანი. შეიძლება, არ შემიძლია ეს. შეგიძლიათ გასინჯოთ ისეც. გოზინა პეტაკემეც ძიმა მე მგონი აი მეგული ვარ რომ მოგეწონებათ გუდილის მიერ დამზადებული ახალწლს გოზინაკი ჯერ არ გამისინჯავთ და ძალიან მოსახერხებელია ეხა ჩვენ მაგალითად სამეგობრო წრებ აკურიაში მივდივართ საახალწლოდ შესახვედრად და ნუ ვერ დავამზადებ ვერსად გოზინახს ზუსტად ვიცით შესაბამისად გუდილში შევიძეთ თან გავაყოლებთ ახალწლს შევხვდებით ძალიან გემრიელია
ძალიან გემრიელია. ხათქათა თეთრი როა ხედავ. ჩაო. აი ბოლო აკორდი. თქვენ საკუარ მოხდა? კაი, შემოვა. აი, ქვემოდან შორიდან დავტკბებით. ამ შემთხვევაში ქვემოდან უშვებთ, ხო? რადგან სომიანია. მაგარ. ძალიან გემრიელია. აჰა. მარლა. მორცა. დავერახე მე. მე ავსალია. აი შეგით გამოჭრა, შეუშვა ეს კრემი და მზადარი. კარგი. მოდი გავაგრძელებ კიდე? კი ბატონო. და პორტოხალი რისთვის გვინდა? პორტოხალით ანალოგიური უნდა გავაკეთოთ როგორც მალინა. შოლო, მაინც მიმიჩეული ვარ მალინაზე. შეუშვი, მე ვერ შეუშვი ეს ოსტატურად, ეს გამოჭრილი იყო? კი, გამოჭრილი იყო უბრალოდ. მოეთხვა რა პირი. მიეს ბაიას, მიეს არ დადო. ხო, მივიდა, დაეწებება იგი. გოზინაყი ძალიან გემრიელია. კი, ძალიან. ეს ახლა პორტოხალით აკეთებ, ხო? იშვიათია ფოტოშორის, რო გოზინაყი პორტოხალი და გამოდიოთ. პისტაშკას უნდა დაბლენდერება ამ წუთას, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვამარა. შეჩება არ გვიყოს მაგის დრო, ამიტომ კიდე პორტოხალი. ძალიან გემრიელია. ანუ ორივე ერთად უნდა? პორტოხალის და პისტაშკას ერთად უნდა? არა, ცალ-ცალ. მოდი, მაშინ პორტოხალით გავაკეთოთ, იმიტომ რომ შეება დრო აღარ დაგვრჩეს. მაშინ მოდი კანისგან გავარჩიოთ თორე. აი, სანამ აქ საბოლოო მისმიდის. მანამდე შევაჯამოთ, ხო? რა ხდება ამ მომენტისთვის გუდულში, წარმოებაში თუ იგეგმება კიდევ რაიმე სიახლე და უნდა დავასრულოთ. დიახ, როგორც აღნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეხლა უკვე ჩვენთან დაიწყო უკვე წინა საახალწლო და წინა საშობაო სამზადისი აქტიურ ფაზაშია შესული როგორც კულინარიის წარმოება, ასევე საკონდიტრო ყველა მიმართულებით, მაგალითად ის რაც ეხლა ალეკო აკეთებს, ეს არის შუკეტი, ეს სადღესასწაულო, ეს არ არის ყოველდღიური გაყიდვისთვის, მაგალითად ჩვენ გვაქვს პატაშუები, რაც არის და ეკლერები, ეს არის სტანდარტული ყოველდღიურ გაყიდვაში, ეს არის უკვე სადღესასწაულო. ასევე ჩვენ ვთქვით, რომ სადღესასწაულო საშობაო ქოხები, ანუ ჯინჯერბრედები, კაპკეიკები, საახალწლო დეკორაციებით გაფორმებული ტორტები და ეგრეთ წოდებული ფრანგული პალენები, ეს არის რულეტი საახალწლო დეკორაციებით, ასევე შოკოლადის ფიგურები სხვადასხვა შეკვეთებით და ჩვენთან ასევე ბუტიკი აქტიურად მუშაობს, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს მისთვის სასურველი ნუგბარი თუ დესერტი თუ ტორტი და ასე შემდეგ, ასე რომ გელოდებით გუდვილში. ძალიან დიდი მოთხოვნა ამ ჯინჯერბედის სახლებზე, იმიტომ რომ ამის გაკეთება შეიძლება თემატურად, ვის როგორი უნდა, რა სახლი უნდა, კი ახლა როგორც ახალში შუადღის შოუს სტილში. იგივე პრინციპი გუდულში არსებულ სიტუაციას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ გუდულში ყველაფერი ძველებურად არის, ყველაფერი კარგად არის. ძველი მენეჯმენტი მართავს, არ გაყიდულა, არაფერი არ შეცვლილა. შესაბამისად ველოდებით მომხმარებელს უკვე ძალიან გაზრდილი არის ჩვენთან წინა საახალწლო რეალიზაცია. წინა დღეებთან შედარებით 20-25%-იანი ზრდა გვაქვს უკვე და დარწმუნებული ვარ, რომ საახალწლოდ რიგებს ვერ ავწდებით, მაგრამ ესეც სასიამოვნო პროცესია. ნამდვილად, რა თქმა უნდა. მაგარი იქნება. პორტოხლის სანგემრიელი იქნება. კარგია. უკვე გემრიელია. ეხლა ცოტა დამრჩა და შეგიძლიათ მე ნახევარ პორტოხალს ჩავდებ ამაში. შეგიძლიათ კი რა, თქვენ შეგიძლიათ კაბუტონბეია. თან ფერების მიხედვით არის ყვითელში პორტოხალი. ამაშიც დამიმატეთ. ბარაკიანად დამიმატეს მინდა. აბა გასინჯებაი. ეს კესტება საახალწლო სააღდგომო მომეჭახული. ყველა დღესასწაულზე დააგემოვნე. არის, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ესეთი ფერადი, გემრიელი, ტკბილი სტუმრობისთვის. მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ გუდულს არც არასდროს აკლდა ლოიალური კლიენტები და გისურვებთ მათი რაოდენობის ზრდას და კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ აღდგომას მოხვალთ პასკებით, ახალი ხაზით, ახალი სილამაზით და ისევ გაგვახარებთ და დაგვამშვენებთ. მადლობა, ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით მოვდივართ თქვენთან. მაინც თავი უნდა მოგაჭა. არა, მე რატომ? აჩიკოს მოაწამე, არ არის აქ, ვერ გაიგე. მაშინ ხელი კარგი. ფეხი. აი, აჩიკო იყოს კარგი. აჩიკოს ბანტი უკეთია ხელი. აჩიკო ყოფილა ბანტიანი. აჩიკო ძალიან გემრიელი ხელი გაქვს, აქედან მოკითხვა. შემდეგ დაბრუნდებით. ფეხიც.